Connect არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ნავთობ კომპანია საქართველოში, 140-ზე მეტი სადგური, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სანდო მომსახურება. Euro 5 სტანდარტის უმაღლესი საწვავი უზრუნველყოფს თქვენს ავტომობილზე მაქსიმალურ ეფექტურობას და კომფორტულ მგზავრობას. ჩვენ ვქმნით ახალ სტანდარტს, სადაც ხარისხი და ხელმისაწვდომობა ერთიანდება. Connect, შენი კავშირი გზასთან. მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ უყურებთ Connect-ის პოდკასტს და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ყველა ავტომოყვარულისთვის ძალიან ნაცნობი ადამიანი ბუბუ. Ვინც ავტომოყვარული არ ხართ და ის გვიყურებთ და რიცით აუცილებლად ნახეთ მისი YouTube არხი, იმიტომ რომ რეკორდსმენი ადამიანი. ეს მდგომარეობით კი ეგრე გამოდის. გამარჯობათ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მივესალმებით ჩემს მაყურებელს. და დავიწყოთ. აი ზუსტად მაგაზემი და ეგრევე ლაპარაკი, იმიტომ რომ ცხელ-ცხელი თემაა. სოფლიო რეკორდსმენი ხო შეიძლება რომ გიწოდო? კი, ანუ სოფლიო რეკორდი მოხსენით ჩვეულებრივ საფარზე, ანუ არაწებოზე. ქალაქის საფარზე, რაც კი BMW-ს ზოგადად გაუვლია მსოფლიოს მასშტაბით, გავიარეთ 1.4 მილიონი, 402 მეტრი 8.51 მეტრში. ძალიან მაგარი დროა და ამავდროულად საშიშიც არის ეს ყველაფერი, მინდა გითხრა. კი. აი ამაზე მინდა შენთან ლაპარაკი. ხო, მოკლედ იქ ისე სწრაფად ხდება ყველაფერი, დიდად მაგ შიშს იქიდან გამომდინარე მე ვეღარ აღვიქვამ შიშად, იმიტომ რომ სანამ მანამდე მივიდოდი ძალიან ბევრი გადამბული ზაიზდები მაქვს გაკეთებული მთელი ჩემი ამ პროექტის მანძილზე 7 წამიდან რომ დავიწყეთ 100-200 ზომა და ჩამოვედით 2 წამამდე იმ დონეზე უკვე შეგუებული შეჩვეული ვარ უკვე ჩემად მიმაჩნია თავიდან მომდე ყველაფერი და თუ რამე ისია და არ მომწონს ან შანსი არის იმის რომ მანქანა მოცურდეს იმ მომენტში ვანებებ თავს და ვასწორებ პირდაპირ მაგ პრობლემას და მე უკვე თავიდან ვიწყებ ზაიზდის განახლებას 100-200 და 29 არის თუ სწორად მახსოვს. არა, 100-200 გავიარე. 100-200 როგორ იყო, იცი? იდეაში მანქანა გავამზადეთ თვითონ ნასტროიკა პროგრამული უზრუნველყოფა გავამზადეთ 402-ისთვის, იმიტომ რომ 402-თვის მანქანას რო ამზადებ, შესაბამისად თუ წებო არ არის, პირველი, მეორე, მესამე სიჩქარები უნდა შეზღუდო, ბუსტი უნდა მოაკლო და დაბალი ცხენისძალით იარო. წებო რო ყოფილიყო, თავიდან მომდე მაქსიმალური ჯანს და ბუსტს გამოვიყენებდი და რადგან შევზღუდეთ 100-200 შედარებით უფრო გაგვიფუჭდა, ვიდრე მაგ მანქანა ზოგადად შეუძლია რომ გაიაროს. ამ ეტაპისთვის 0.0-დან 100 ავჩქარდით 2. აი 0-დან 100. ხო, 0-100 ავჩქარდით 2-1-ში, 100-200 ავჩქარდით 2-7-ში და 200-250 ავჩქარდით 2-0-ში. და შემდეგ უკვე 402-ც სადღაც 280-ით აფინიშებს 402-ს რა, როგორც მახსოვს და 402-ც 8.51 წამში და აი შენი აზრით რო გქონდეს შესაბამისი საფარი, ანუ ისეთი ტრეკები რო გქონდეს, როგორიც არის მაგალითად დრაგისთვის განკუთვნილი ტრეკი არის შესაბამისად ამ საფარზე ის საბურავი რაც საჭიროა. ანუ იდეალური პირობები რო გქონდეს. მაგ მანქანას რა შედეგს დაადებდა? იდეალური პირობები რო გქონდეს საქართველოში, როგორც ამერიკას აქვს, ევროპას აქვს 402 წებო თავიდან მომდე. ზოგადად ეგ მანქანა იდეაში მაგისტვის ყავს აწყობილი რომ 402 გაიაროს 7-იანი, ანუ 7-იანი გამოაჩინოს 402-ზე, ანუ 7-6, 7-7, 7-5 ეგ უკვე ზუსტად ციფრები არ ვიცი, მაგრამ 7-იანი კლასის მანქანაა და შესაბამისად ეხლა რადგან წებოზე ვერ ვდგავართ და გვიწევს ჩვეულებრივ საფარზე მოვაჭიდოთ ჩვენი ავტომობილი 8.5-ით ისეთი დროა რომ სოფლიოში არავის არ განა 350-250 საერთოდ BMW-ს არ გაუვლია. როგორც ვიცი 8 და 87 იყო სოფლიო რეკორდი და 0.3-ით გავამოჯობესეთ ეგ რეკორდი სოფლიოში და საქართველოში კიდე რაც შეეხება საქართველოში რაც კი დროები იყო დღევანდელ დღემდე ყველა გავამოჯობესეთ აბსოლუტურად 100-200-ით 402-ის 0-100-იც და 200-250-იც ამას გულისხმობ 4-ბორბლიანში და ასევე 2-ბორბლიანშიც, იმიტომ რომ ერთადერთი დრო დამჭა საქართველოში მოსახსნელი 2.74-ში აქვს მოტოს გავლილი და 2.76-ში გავიარე მე, რადგან ეხა 100-200-ისთვის არ მყავდა მზად და მომზადებული, მაგ დღეს თავი დავანებე და შემდეგში შევეცდები რომ 100-200-იც არა, მაგასაც უმისნებ რომ კი, ანუ 100-200 ზოგადად ჩემი მანქანისთვის, ანუ იმ დონეზე მყავს აწყობილი და მე მინდა რომ გავიარო 2.5-ში რა, 100-200 2.5-ით საქართველოში ჩვენ პირობებში დავკმაყოფილდები. ანუ ეგაა ჩემი ანუ სურვილი მაგ მანქანის აწყობის დღიდან, რომ 100-200 2.5-ში გამეყო. სანამ იმაზე გადავალთ მანქანასთან დაკავშირებულ პრობლემებს როგორც ყვეთ ხოლმე, მე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს, ეგრე მგონია რა. ჩვენ ტრეკზე რანაირად ახერხებ, იმიტომ რომ
და არა გვაქვს საერთოდ სამუხრუჭე მანძილი. ხო, ეგ არის ყველას ბოლელის და დრაგსტერის გულის ტკივილი იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად მაგას აღვნიშნავ ჩემ ყველა ვიდეოში. დრაგის წინა დღეებში სამზადისი სადაც გვაქვს, რომ ანუ ყოველ დრაგს ერთ-ერთი ტემპერატურა ვერ იქნება, ზოგჯერ 10 გრადუსია, ზოგჯერ 20 გრადუსია, ზოგჯერ 30 გრადუსია და შესაბამისად 0-100-ში მოჭიდებაც იცვლება ტემპერატურასთან ერთად და მე მაინც დრაგამდე 2-3 დღით ადრე მივდივარ ტრეკზე, მაქსიმალურად ჩვენ საფარზე და მაქსიმალურად იმ ტემპერატურაზე ვასწორებ, რა ტემპერატურაც იმ მომენტშია. და მაგიტო გვიწევს ცხენების დაკლება. იქიდან გამომდინარე გვიწევს ცხენების დაკლება, რომ ჯერ ვერ ვეჭიდებით და თუ მოვეჭიდეთ, მე კიდე გაჩერებაზე ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს და მე ბოლო დრაგი რას ვიასპარეზი და დავამთავრე პირველი ადგილით, პირველი ეტაპი მოვიგეთ. სიმართლე რო გითხრა, არც ერთი ზაეზდი გაყრილი ფინიში არ შევსულა, იმიტომ რომ ჯერ ერთია რო აჩქარდე, ამ ყველაფერს უნდა ებრძოლო მოჭიდებას 0-100-მდე და მეორე იცი რომ ბოლოში 200, ანუ ფინიშის ხას რო გადაკვეთავ, სადღაც 280 მეტრი რჩება გასაჩერებელი მანძილი და მე ეგრევე მოსახვევი იწყება. მე წეგან აღვნიშნე რომ ჩემი მანქანა 402 მეტრს რო ზომვას ამთავრებს, კაკრას სადღაც 282-ით აფინიშებს. რა ეხლა 282-ით რო დააფინიშებ და 280 მეტრი გასაჩერებელი მანძილი გაქვს. ფიზიკურად შიშის გზნობას გეუფლება იქიდან გამომდინარე, რომ აი შანსი არის იმის რომ ავტომობილი დაიმტვრეს რა და მთელი ეს პროექტი ნაწვალები შრომა ყველაფერი წყალში ჩაგეყრება და მაქსიმალურად ვაკლებ ჯანს იმ დონემდე, რა დონემდე ცხები აკლებენ და უფრო რეალურ კონკურენციამდე მივდივარ. აი ხა 8 ნახევარში მაგ ვერ გავივლი ვერასდროს და მირჩევნია ცხები რა დროში დადიან იგივე დროში ვიარომეც, შედარებით 0.2, 0.3 უკეთესად და სტაბილური ვიყო რა და ხო, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე ვაკლებთ რა ჩვენი ტრეკიდან გამომდინარე ძალიან ვაკლებთ ცხენისალებს და მაქსიმალურად ვთილობთ რომ ანუ მოვერგოთ მაგ ტრასას იქედან გამომდინარე რომ დრაგის ტრასა საქართველოში არა. მანქანის კეთებისას რა პრობლემს ჯერ მაინტერესებს რატო გადაწყვიტე კონკრეტულად BMW და B სერიის ძრავა? BMW რატო გადაწყვიტე? მე ზოგადად ყველა მაგარი ავტომობილი მიყვარს, ანუ განკუთვნილი არა ვარ რაღაცა რომელიღაცა მოდელის მიმართ ეგრე არ ვიხრები. Mercedes-იც მევასება, რავი, Porsche-ც მევასება, BMW-ც მევასება, მაგრამ ყველას თავისი მოდელი ყავს და მეც რაღაცა ჩემი არჩევანი მაქვს მოდელების მიმართ. BMW რატო გადავწყვიტე და ყოველთვის სპორტულ ხასიათს ატარებს. და კიდე პლუს იმიტომ გადავწყვიტე სხვა მოდელი არა, რომ BMW-ს 1000 ცხენი მაგალითად, სხვის 1500 ცხენს ჯობნის, ანუ აჩქარებაში და დროების დაწერაში. ეხლა Mercedes-ი რო ავიღოთ 1000 ცხენიანი რა, Mercedes-ი 1000 ცხენიანი რო ავიღოთ და Mercedes-მა გაიაროს 100-200 1000 ცხენით 3-8-ში მაგალითად BMW 1000 ცხენიანი 100-200-ს გაივლის 3-2-ში რა, ძალიან დიდი ინჟინერია შევა, ხო, იქ გადაცემათა კოლოფია, იქ ნიუტონებია, იქ ცხენის ძალებია, მარტო ნიუტონი არა, იქ წონა შვება ყველაფერს, ის უფრო უკეთესად მსუბუქდება, ის უკეთესად უფრო თავიდანვე ქარხნულად უფრო მსუბუქია და ძალიან ბევრი ნიუანსია მარტო ის არა რომ კოლოფი და რაღაცა ძრავი რა. თან მაგას ემატება ყველაფერი როგორც აღვნიშნე სპორტული ხასიათს უფრო ატარებს BMW და უფრო თავიდანვე პირველი ჩემი მანქანა BMW იყო და დავრჩი უბრალოდ მაგ კლასში რომ უფრო BMW და რავი დღეს დარწმუნებული ვარ ავტოსპორტში ვინც მოღვაწეობს ყველა 70-80% BMW-თ მოღვაწეობს რა სხვა მოდელი არც საქართველოში და არც მსოფლიო მასშტაბით არ არის. მას გვიჩაუყავს ერთადერთი რომელიც Mercedes-ი. ხო, Mercedes. კი, ანუ ყველა მანქანის გაქცევა შეიძლება, ანუ ზუსტად მაგის თქვა მინდა, ეხლა მე რომ Mercedes-ნიკი ყოფილიყავი და Mercedes-ი ამერჩია და ამჯერად Mercedes-საც გავაქცევდი, ხო ეხლა თუ ოდნავ რაღაცა ტუნინგის გესმის, ჩვეულებრივად თავარია ბორბალი ეკეთოს და ყველაფერს გააქცევდა მაგას უკვე მნიშვნელოვანი. მე უბრალოდ BMW-სკენ იქიდან გამომდინარე პირველი ჩემი მანქანა BMW იყო და დავჭი მაგ. და B სერიის ძრავი რატომ და რატო არა მაგალითად M-ი რომელიმე ეს? M-ი? ხო, მაგალითად ეს სერია რატო არა რატო B? ყველა მეკითხება მაგას და სხვათა შორის მაგარი კითხვა, იმიტომ რომ ზოგადად M სერიის ხაზი ზუსტად მაგით გამოირჩევა, რომ უფრო მეტი ცხენის ძალის ამოღება შეგიძლია და უფრო მეტი გაზრებული დეტალი დევს ძრავშიც და ზოგადად ყოლოფიც და ესე შემდეგ რა. M სერია იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ M სერია მოდელის ძვირი ღირს და პლუს ძრავის ძვირი ღირს სატუნინგოთ თუ მიუდგებით სატუნინგოთ და ცოტა ბიუჯეტურად გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი თან საქართველოში, მე ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება იაფასიანი უნდა იყოს ძრავი და თუ იაფასიანი იქნება თუ ძვირიანი უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, როცა შიგთავს ყველაფერს ცვლი, ბარემ იაფასიანი იყოს, იმიტომ რომ ტუნინგის პროცესში ძალიან ბევრი, ესე რომ ვთქვათ, ჩეპე შეიძლება გაიჩნდეს და ან გახეთქო ძრავი, ან შემთხვევით დაისტუკოს და ეხა სადრო $10,000 ძრავი გიფუჭდება და სადრო $1,500 ძრავი გიფუჭდება და ეხა შიგნით რასაც ჩაალაგებ, ამაში ჩაალაგებ თუ იმაში ჩაალაგებ, ერთი და იგივეა. მაგრამ M სერიით უფრო მეტი ცხენის ამოღება
შეიძლება დღის მდგომარეობით და სოფლიოში როგორც ვიცი ყველაზე ჩქარი BMW G82-ია, რომელმაც თუ G80, მე მგონი G80, რომელმაც 402 გაიარა 7-6 რა. ეგ არის მსოფლიო რეკორდი დღის მდგომარეობით B სერიის და ეს 58 6 ცილინდრიანი ძრავია. ან B58-საც შეუძლია იგივე დროებში გავლა, აი მაგალითად ჩვენი მაგალითი რო ავიღოთ ჩვენ მანქანასაც, ოღონდ თავისთავად წებოზე უნდა იყოს. ხო, ეგ რა თქმა უნდა, პირობები შესაბამისი უნდა გქონდეს. მიზანი ეგ იყო, რომ ანუ ტუნინგის თვალსაზრისით, რაც უფრო იაფი იქნებოდა, რომ რაღაცა ნაწილი გაგბიჭებოდა, უფრო მაგას მივანიჭე უპირატესობა. განა იმას, რომ რაღაც B58-ია და მსოფლიო მეორე ჯეიზეტად აღიარებს და რაღაც არა, ანუ უფრო იაფია და მაგიტო რა. და ზარა, აი ზარაზე რო იყო, რამე გავლენა ქონდა მაგალითად ზარას, რომ აი კონკრეტულად ეგ ზარა გინდოდა, ან მაგალითად აი შეიძლება და იგივე ძრავი სხვა ზარაში ჩაგედო და უფრო სხვა შედეგი მიგეღო. კი, შეიძლება და უკვე როგორ სიტუაცია G სერიებზე თუ გადავალთ F სერიიდან, G სერიის ქანები ვაფშე სხვანაირად იმართება და ელექტრობა ვაფშე სხვანაირად დალაგებული, F სერიაში კიდე უფრო ცოტა ძველ მოდელივითაა დარჩენილი ქანები რა, სხვანაირად ლაპარაკობენ ერთმანეთის მიმართ და F სერია რატო გადავწყვიტე, გეტყვით ახლა G სერია ფაშის ძვირი ღირს, რაც არ უნდა იყოს თვითონ და მძიმეა რა, ანუ საპროექტოდ G სერია მე არ მომწონს, ანუ ჩვეულებრივ G სერიას ვამყვა, აი G20 რო ავიღოთ, ან M340 რაღაცა მსგავსი მოდელები რო ავიღოთ, M-ს რო დავიდავნოთ, იმიტომ რომ M ხო გაცილებით ძალიან ძვირია ვიდრე F სერიის. ხა F80 რო იყიდო 20-25 გინდა და G82 რო იყიდო, ან G80 სადღაც 50 პლუსი, ხო? იმ ხელა სხვაობა ფაში უკვე იმ სხვაობით აქეთ ტუნინგს აკეთებ რა და შეგიძლია უკვე მაგარ დროებში ირვინო რა და ეხლა რაც შეეხება F სერია რატო ავირჩიე? G სერიასთან შედარებით მსუბუქია და ტუნინგის თვალსაზრისით რაც უფრო მსუბუქია ზარა, მით უფრო უკეთესია, იმიტომ უფრო მეტი კარბონის დეტალების ყიდვა და დაყენება არ გიწევს და წონის მოკლებაზე ფიქრი, ვიდრე იმ მოდელში და შესაბამისად უფრო იაფასიანი ზარაც ავირჩიე, თან მსუბუქი ზარა ავირჩიე. და ბევრი ნაწილები რისიც იშოვება ჯერ კიდევ ბაზარში. ყველაფერი შოვა ხო და ანუ თან ჩემი მე რომ ანუ გადაწყვეტილებას მივიღებდი უეჭველი F სერიაზე F80 რო ყოფილიყო კვადრო, ანუ M-ს გავაკეთებდი და B58-ს არ ავაწყობდი რა, პროსტო რადგან ქარხნულად არ არსებობს F80, F82 კვადრო, მაგიტო ავდექი და ჩვეულებრივ B58 კვადრო სისტემა ავიღე და ზარა ავიღე რა და მერე მომიწია ისე რომ უკანა პერედოკი მთლიან სავალი ნაწილები F80-ის დავაყენე, რადგან კვადრო ძალიან სუსტი აქვს რა ეგ ყველაფერი და ძალიან მალე ვიცოდი რომ გაფუჭდებოდა, ნაკითხიც მქონდა, ნაყურებიც მქონდა და ავდექი და რაც უკვე პრაქტიკაში გამოცდილი მქონდა, მე მანამდე F80 1000-ხენიანი მყავდა აწყობილი, ყველაფერი უძლებდა აბსოლუტურად. ავდექი მთლიანად M-ის სავალი ნაწილი დავაყენე და M-ის სავალი ნაწილი დავაყენეს, საბურავები ყველაფერი გარეთ გამოვიდა და მე მომიწია უკანა M-ის კრილოების დაყენება და მე ბარემ რაღაც M-ი გააკეთე საბოლოოდ. ხო, წინ M-ში ჩავსვი და იდეაში გამოვიდა მე ვეძახი ხოლმე მაგმანქანას M340 იყო და F სერიაში რა F სერიას არ აყავს M340 და რავი ეგრე შევარქვი რა F80 ოღონდ B58-ით რა ძალიან მაგარია. იცი რა მაინტერესებს? შენ იმ დოზით ხარ დრაგში და იმდენად ასე ვთქვათ მოწამლული ხარ ამ სიტყვას გამოვიყენებ აჩქარებით, სიჩქარით, მაქსიმალური სიჩქარის მიღწევით და ასე შემდეგ. მაინტერესებს თუ აპირებ, რომ ეს ყველაფერი საზღვრებს გარეთ გაიტანო. იმიტომ რომ რეალურად ეხლა რასაც ყვები, ძალიან დიდი შესაძლებლობა გაქვს იმის, რომ თან რაღაცა დიდი სიტყვა თქვა საზღვრებს გარეთაც. კი, ჩვენ უკვე დიდი სიტყვა მსოფლიოს მასშტაბით ისედაც ვთქვით. საქართველოშიც ვთქვით, დავამტკიცეთ კიდევაც ყველაფერი და რაც შეეხება რო გავიარეთ და მსოფლიო რეკორდი მოხსენით საქართველოსთან ძალიან ბევრი უცხოური კომპანია შემოგვიხმიანა უკვე. კი და ვართ მოლაპარაკებაში, რომ ევროპაში ვიხილოთ ჩვენი ავტომობილი წებოზე უკვე 412-ზე მაქსიმალური შედეგი დავაფიქსიროთ მაგალითად და ახლო მომავალში აუცილებლად ვერ დაკვირდებთ დღეს ხვალ, მაგრამ რამოდენიმე კომპანიასთან უკვე მოლაპარაკება გვაქვს, რომ გავიდეთ ქვეყნების გარეთ და მაქსიმალური ამანქანის შედეგი ვნახოთ. თან სხვათა შორის ძალიან ცნობილი კომპანიები დაინტერესდნენ. იქედან გამომდინარე, რომ არა მსოფლიოში მსგავსი პროექტი ბევრი, იმიტომ რომ 8 ნახევარში იქ ძალიან ბევრი მანქანა ვიცი, რომელიც წებოზე ვერ დადის და თან ჩვენ უკვე ძალამოკლებული მანქანით საქართველოს 8 ნახევარში გავიარეთ ჩვეულებრივ საფარზე. ყველა ხდება უკვე რომ 7-იანი კლასის მანქანა, 7-იანი კლასის მანქანა კიდე ბევრი მსოფლიოშიც არ არის რა. კი.
ძალიან მაგარია. თან ამ ყველაფერს ემატება ჩვენი იქ ვინც შვიდიანებში დადის თავიდან ბოლომდე დაშლილი დადუგულები და ეხლა გეცოდინება დაშლილი დადუგული მანქანა წონაშიც რამდენია და ჩვენი თავიდან ბოლომდე აწყობილი თავისი რავი ტორბედო მუსიკებით რავი კონდიციონერი აი ვაფშე ყველაფერი გვილაგია გვაქვს კიდე იმის პოტენციალი რომ მაგას კიდე უფრო მეტად წონა მოვაკლოთ მაგრამ ეხლა უყურებ პრობლემაში რაში ვართ საქართველოში რომ წონა მოვაკლოთ მე მოჭიდებაზე კიდე უფრო პრობლემა შეგვექნება იმიტომ რომ წებოზე ვეღარ ვდგავარ და თუ გავიყვანთ ქვეყნებს გარეთ და ევროპაში წავიყვანთ აუცილებლად დავამსუბუქებთ და უკვე წებოზე მაგ პრობლემასაც მოვაგვარებთ. მაშინ ცოტა ისეთ თემაზე უნდა გადავიდე. ჩვენ ვიცით რა თანხებთან არის დაკავშირებული დრიფტში მოღვაწეობა. ბევრი გვაქვს ამაზე ნასაუბრები ზოგადად ქვეყანაში, მაგრამ დრიფტი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სპორტია. დრაგში რა ხდება? აი ამ მანქანის დაწყობის საკითხში რამდენად ძვირიანია, იმიტომ რომ ეხლა ბევრს მოდი ვაღიაროთ, რომ ბევრს ისეთი დამოკიდებულება აქვს, რომ აი დრაგი რა არის, რა დააჭირე წადი მანქანას რა უნდა, ხო? ეგეთი მიდგომა აქვს ბევრს მოკლედ და აი რამდენად ძვირიანია საქართველოში და რამდენად ძვირიანი იქნება შენთვის, როცა წახვალ უკვე ევროპაში მაგალითად. მე ესე მიმაჩნია თუ ევროპაში საქართველოსთან ავტომობილს გავიყვან, აუცილებლად მეორე ძრავი გამზადებული, იგივე ზუსტად იგივე რაც მაქვს, უნდა გავიყოლო, იმიტომ რომ მე თუ ევროპაში ჩავედი, ესე რომ ვთქვათ, რაღაცას არ მოვჟოშკავ, ბოლომდე გავწირავ ჩემ მანქანას, იქიდან გამომდინარე რომ მაქსიმალური შედეგი დავდო. ანუ ეგრე ხდებაც ხოლმე რა, ამ ტიპები ერთ ზაიზდის გულისთვის აწყობენ ძრავებს, რომ ერთი ზაიზდი გაიარონ და მსოფლიო რეკორდი მოხსნან და თუ ევროპაში წავედი, მეორე ძრავსაც გავიყოლებ და თან მანქანის იმ დონეზე იმედი მაქვს, რომ პირველივე დაჭერაში 7-9, 7-8-ში გაივლის, რომ აი როგორც ხვალინდელი დღე, რომ მე უეჭველი ვიცი, რომ ხვალ ბანზე გავალ და დავაჭერ ვიღაცასთან მაგალითად. თუ მიუდგებით ფინანსურად, ანუ დრიფტი მე აღვნიშნე კიდევაც, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სპორტია, მაგრამ არ მიყვარს რომ მანქანები ზიანდება. ხო, ანუ თუ მანქანას ვაწყობ გემოვნებით და თან ლამაზიცაა გარედან და დრიფტ კარიცას უეჭველი ეგრე ავაწყობდი, მე რომ დრიფტერი ვიყო და მე შემენანებოდა მაგის დამტრევა და დრიფტში თუ მანქანას არ გაიმეტებ და არ გაწირავ, შედეგსაც ვერ დადებ და მაგიტომ უფრო გამოვიყე დრიფტს, ერთი პერიოდი ვაწყობდი დრიფტს და რაღაცა ისე მოხდა, რომ იმ მომენტში ხელოსანს ვინცაც უნდა პროექტი გაეკეთებინა და სვაპი არ ეცალა და მე გადავიფიქრე და ეგრევე გავყიდე ყველაფერი, რომ არ დავბრუნებოდი მაგ თემას და მე ავდექი და უფრო დრაგში ჩავერთე E46 M3-ით დავიწყე მოღვაწეობა, მე M4-ზე გადავედი, მე M4 გავაძლიერე და 5 წელია უკვე დრაგ რეისინგებით მოვდივარ და წელს უკვე მე-5 წელია და საქართველოში ყველაზე ჩქარი მანქანა მყავს და პირველი ეტაპი დრაგისაც მოგებული მოგზა. ვაპირებ რომ წელს ორივე დარჩენილი ეტაპის მოვიგო და ნახოთ რამდენად გამიმართლებს. კი, რა ვიცი, ესე თუ გაგრძელდა პირველ რიგში წარმატებებს გისურვებ, მაგრამ ეხლა ესე თუ გაგრძელდა ყველაფერი და ამ შემართებით თუ იქნება, რა თქმა უნდა, რომ გაიხარ. ფინანსურად მინდა შევეხო რამოდენიმე ნაწილს, ესე უცებ, ანუ ეხლა მე M3 მომწონდა და მაგიტო M3-ის ვიზუალში ჩავსვი, ეგ ოკეი, იმიტომ რომ მაგ ცალკე ჩემი ეხლა მე რაღაცა რომ მომწონს, იმას ხარჯებში არ ვითვლი ხოლმე, რომ მე ამის გამო რაღაცა ხარჯი გამო. ეგ შენი სურვილია პირადი უბრალოდ, ხო? რა დისკს დავაყენებ და რა იმას ხო ხდები და მარტივად რო ვთქვათ, უცბად გასაგებად, მთლიანი უკანა სავალი ნაწილი რო დრაგისთვის მოამზადო, სადღაც $7,000 ჭირდება რომ გაუძლოს ამ ყველაფერს. რაც შეეხება კოლოფს 1500 პლუს ცხენს რო გაუძლოს, სადღაც თავის ყიდვიან ჩამოტანიან, გიდრომუტიან ყველაფერი აბსოლუტურად სადღაც $20,000-მდე ჯდება. რომელი კოლოფიც მაგ ცხენიძალებს გაუძლებს და სტაბილური იქნება და სადღაც 2-3 ზაეთში არ გაფუჭდება. ძრავსაც შეეხება, ძრავთან ბევრნაირი მიდგომა შეგვიძლია გამოვიყენოთ, შეგვიძლია ცოტა იაფიანიც, ცოტა იაფიანში გულისხმობს, თავიდან ბოლომდე ძრავი შეგიძლია $15,000-ად გააკეთო, იგივე ცხენზე, მაგრამ ის რესურსი არ ექნება, რაც 30 და 35,000-იან ძრავს ექნება და ჩვენ მაქსიმუმი გვაქვს ყველაფერში გამოყენებული რა. სადღაც ეხლა რაც ჩამოგითვალე, ძრავი, კოლოფი და სავალი ნაწილი სადღაც $50,000-მდე ზის ყველაფერი და ამას მე ემატება საწვავის სისტემა, stage 4, stage 5 გააჩნია ვის როგორ უნდა, ეგ ყველაფერი გემოვნების მიხედვითაა და შენი ჯიბე რამდენს გაწვდება რა, მაგის მიხედვითაა და საწვავის სისტემა სადღაც $10,000-იანი გვიყენია. ნუ მე ტურბოს კიტია სადღაც $7,000-მდე ჯდება ეგ ყველაფერი, მე ამ ყველაფრის მოლამაზება. ანუ 100-ზე ახვალ ძალიან მარტივად. კი, ჩვეულებრივ ძალიან მარტივად ახვალ და შეიძლება ეგ ყველაფერი ერთ დაჭერაში დამთავრდეს, იმიტომ რომ ოდნავ ან საწვავმა რო გიმტყუნოს თუნდაც, ან რომელიღაცა ინჟექტორმა რო გიმტყუნოს, ჩათვალე უკვე თავიდან ბოლომდე ძრავი გაწირული, დადნება ყველაფერი შიგნით და
ეგეც ჩვენთანაც არის ეგეთი რაღაცები. ხა მარტო დრიფტზე დადიან და რაღაცა ვიღაცას ძრავი და ეს თუკა, იქ დრიფტზე მარტივია, დრიფტზე ავაწყობ ორი, რავი, $10,000 ავაწყობ ისე ძრავს, რომ მთელი სეზონი ვივლი რა და დრაგზე ვერ აწყობ, დრაგზე $10,000 ძრავს, ვერ აწყობ და ვერავის ვერ გაასწრებ. ანუ ვერ გააკვირვებ ვერავის რა. იმ დონეზე მოხდილები არიან უკვე ბიჭები, რომ გინდა არ გინდა სრული კონკურენცია უნდა გაუწიო და დრაგში მე ვფიქრობ უფრო რთულია და დრაგი უფრო ძვირიანი, იმიტომ რომ დრიფტზე რომ საბურავს იყენებ რაღაცა 200 ლარი ღირს, დრაგზე რო იყენებ $800 ღირს ხო ხდები ერთი სალი და ყველაფერი განსხვავდება ფინანსურად. აი საბურავის თუ რამდენ ხანში რამდენად ხშირად გჭირდება? ერთი საბურავი ერთ შეჯიბრზე არის განკუთვნილი. ერთ შეჯიბრს რო ივლი, შეჯიბრებამდე ხო ამზადებ მანქანას რამოდენიმე ერთი ოფსგარბენს აკეთებ, ხო უკვე მეუმდევნო ეტაპისთვის თუ იგივე შედეგი გინდა დააფიქსირო და კარგად გინდა იარო, უკვე აუცილებლად ახალი უნდა შესრულო. 40%-ზე პროტექტორი რო ჩამოვა, ის უკვე მოჭიდებაში ვეღარა, როგორც თავისთავად ახალი. ხო, ნამხელა იმაზე სიმბოლო. კი, თან სლიკები ხო იცი როგორც აი ხა დრიფტში სლიკი არ გინდა რაღაც საბურავს დააყნებ და იდრიფტავებ, მაგრამ სლიკს რო ერთი წელი გაიჩერებ, ის აღარ ვარ და სლიკია რა, ერთი წლის მერე გადააგდო. ძალიან ძვირ თანხებზე ყოფილა საუბარი, მაგრამ ვიცოდი რომ ძვირი იყო, მაგრამ ამ ხელა ნამდვილად არ წარმოვიდგინე რომ $100,000 ხო, ანუ დრაგი ძალიან ძვირიანი სპორტია. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დრიფტზე ძვირიანი სპორტია რა. მე დარწმუნებული ვარ დაჟე იმაში, რომ როგორც დრაგში მანქანას ამზადებ, იგივე კომბინაციით, რომ დრიფტში მოამზადო, უფრო მეტხას გაგიძლებს ის. მაგრამ მე საქართველოს მასშტაბით ბიჭებს რო უყურებ, ძალიან იტანჯებიან ხოლმე ბიჭები რა, რამოდენიმე კაი მანქანა არის, მაგრამ სულ პრობლემებით არიან, სულ და რაღაცი და რატო ხდება ეგრე არ ვიცი, მაგრამ მე იმას უყურებ, რომ თუ ძრავს აწყობ მაგალითად $20,000-ში და $25,000-ში, რატომღაც გონია უფრო მეტად გაუკაჩავთ, მაგრამ ეგრეც არა წეღან როგორც აღვნიშნე, შეიძლება სვეჩმა გამაზოს, შეიძლება ინჟექტორმა გამაზოს და დამთავრდეს ყველაფერი და ჩვენთანაც ეგრეა რა იდეაში. ვერ გაიგებ შეიძლება $1,000-იანმა ძრავმა მთელი სეზონი გატაროს და $30,000-იანმა ერთი შეჯიბრი. გამართლებაც არის რა, შენკენ უნდა იყოს. ხო. ხო, ძალიან საინტერესოა. ამდენი თანხა თუ საქართველოში ჯდება, ესე იგი ევროპაზე უფრო შარში ყოფილ ხარ? კი, ევროპაზე ეხა ჩვენ რო რაღაცა მაგალითად საწვავის სისტემას ვიყიდით და ვცდილობთ ცოტა რაღაცებში თანხები დავზოგოთ, იქ არ ზოგავენ იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში ვინც დადის დრაგ რეისინგებს ზოგადად BMW-ებით და მსოფლიო რეკორდებს ვინც ეჩალიჩება ხოლმე, ყველა არის ტუნინგ კომპანიები რა, თავიანთი სახელი რო უფრო მაღალ დონეზე წამოწია. ხო და ტუნინგ კომპანიას კიდე Porsche-ს თვითონ ამზადებს, კოლოფსაც თვითონ ამზადებს და რა ყველაფერს და ის გახეთქავს, გააფუჭებს თუ დაწვავს, მისთვის უკვე არანაირ მნიშვნელობას აღარ აქვს რა იქიდან გამომდინარე, რომ ხვალ მეორეს დააყენებს და ჩვენ რაღაცა გავიფუჭდება, უნდა ავდგეთ, ველოდოთ, გამოვწეროთ, იმაზე უკეთესი ვეძიოთ და ისინი მაქსიმალურად ყველაფერს ხარისხიანს აკეთებენ და რავი, მიხარია რომ იმაზე მაგრა დავდივართ კიდე ჩვენ საქართველოში. კი, ძალიან მაგარია რა თქმა უნდა. იცი რა მაინტერესებს, აი ადამიანს რომელსაც ყველაზე მეტად სიჩქარე უყვარს. აი მსოფლიოში სად არის? მე წარმოდგენა მქონდა რომ დრაგი ყველაზე ჰაი კლასი, ასე ვთქვათ, იყო ამერიკა. ამერიკა. ხო. ანუ შეთვის საოცნებო ადგილი ამერიკა, მაინც საბოლოო? საბოლოოდ იდეაში ყველა დრაგსტერის საოცნებო ადგილი ამერიკა, მაგრამ ჩემთვის არა, იქიდან გამომდინარე რომ ჩემთვის საოცნებო ადგილია 402 სადმე წევო იყოს და მაქსიმალურ შედეგი დავაფიქსირო. საქართველოში თავისთავად უფრო გამიხდებოდა და გამისწორდებოდა აქ რო იყოს, მაგრამ რადგან არა გვაქვს მომიწევს მეზობელ ქვეყნებში წასვლა ან სადღაც გერმანიაში ან ინგლისში და იქ დავდებ მაქსიმალურ შედეგს. აი ხა ამერიკაში რო ცხოვრობდე, თავისთავად ამერიკაში მივიღებდი მონაწილეობას. ანუ რაც უფრო დიდია ქვეყანა. წასვლის აი ამერიკაც ხო შესაძლებელია ხა. ხო, ნუ რაც უფრო დიდია ქვეყანა და რაც უფრო კულტურა მეტია იმ სპორტის, რა სპორტსაც ჩვენ ვეწევით, მით უფრო დიდია საპრიზო ადგილების და პრიზების და შესაბამისად ამერიკა არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც დრაგი წამოვიდა და დრაგის მეფეები არიან და ყველა დრაგსტერის ოცნება იქნება დარწმუნებული ვარ, ანუ არა მაქვს ოცნებად, მაგრამ დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას რა. მაგაში ანუ ჩემ საოცნებო მხარეს ვარ ხელ, ჩემი ოცნება ის არ ყოფილა რომ საქართველოში ყველაზე შქარი ყოფილიყავენ საქართველოში ყველაზე შქარი მანქანა მოყოლო და უბრალოდ სპორტს მოყვა იქ ყველაფერი და თუ სადმე რაღაცას ვაკეთებ ყველაფერს გულიანად და მინდა რომ პირველი თუ არა მეორე ან მესამე საპრიზოში სადღაც ვიყო ყოველთვის, მაგრამ დღეს ისე მოხდა რომ რავი პირველ ადგილზე ვარ და ვესწრები რომ შევინარჩუნო და თამამად დავიცვა იქ ადგილი. არა, მაგარია ძალიან. იმედი მაქვს კონკურენციაც წამოვა, იმიტომ რომ საინტერესო იქნება. კი, სხვათა შორის ეხა რო გადავხედოთ ბოლო 2-3 წელს დრაგზე უფრო მეტი ავტომობილები რეგისტრირდება და უფრო მეტი მაყურებელია ვიდრე სხვა დანარჩენ
თუნდაც ან წრიული რბოლა ავიღოთ, ან დრიფტი ავიღოთ. წელს პირველ ეტაპზე 154 მარტო მანქანა იყო. და მე ხა ჩემი მხრიდან რო გითხრათ მარტო რა, ჩემი მხრიდან სადღაც 3 მეგობარი ძმაკაცი ჩემი თავიანთი მანქანებით რეგისტრირდებიან, რომელ მანქანებსაც ჩვენც ვაკეთებთ რა, ჩვენი ძმაკაცის მანქანებს. პლუს ერთი 5-6 ადამიანი უკან მე მომყვება, იმიტომ რომ ჩემი გუნდი მომყვება, ჩემი ბიჭები, ხო ხდება, ვინც უშუალოდ ამ პროექტებში ვართ ჩართული და ეგრე რამდენს მოყვება იმ 154-ს და პლუს ამას ყველაფერს ემატება მაყურებლები, რომლებიც მთელი წელი გელოდებათ და შედეგების დადებას ელოდებიან და სანახაობას ელოდებიან და დღეს მდგომარეობით მე ვფიქრობ, რომ დრაგი ერთ-ერთ პირველ ლეველზეა საქართველოში რა. მაყურებლითაც, მონაწილეებითაც და შოუს. კიდე რა არის ავტოსპორტის სახეობა, რომელიც გიზიდავს, ან გიზიდავდა მანამდე, დრაგამდე. აი, მაგალითად, რახან დრაგი და მანქანას რაც მოგწონს, აი, წავედი შეიძლება ნასკარიც მოგწონს. აი, ახლა გეტყვი რა, წრიულზე რო შევედი, უბრალოდ გასართობად სანამ რაღაცა საბურავი. ისიც მომეწონა რა, ის რაღაცა მოსახლეებში ჩქარაშეს. ანუ მე დარწმუნებული ვარ ავტო თემაში და ავტოსპორტში თუ ვინმე ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ჩართული წრიულს დადის, დრიფტს დადის თუ დრაგს დადის, სადაც არ უნდა მიუშვა ყველგან ახალ კი, მანქანა იყოს მთავარია და ანუ მანქანა სადაც უნდა გაწურო და სადღაც რაღაცა ემოცია მიიღო, ავტო თემაში ყველგან მიიღებ და აი ეგრე რაღაცა განკუთვნილი ჩემი ადგილი რავი არა, უბრალოდ დრიფტი მომწონდა როგორც აღვნიშნეთ და რატომღაც დრაგზე გადავერთე, იმიტომ რომ ყველაზე უსაფრთხოდ მანქანას ხედავდი დრაგში რა, უბრალოდ დააჭერ აჩქარდები, ოკეი, კი შეიძლება რავი გაფუჭდეს რაღაცა მთელი პროექტი წყალში ჩაგეყაროს, მაგრამ მანქანა არ ზიანდება რა, ის სილამაზე არ ფიქრობ. შენ ესე იგი სილამაზეზე შენი მანქანა ესე იგი სულ გარეცხილი. კი, სულ გარეცხილი, სულ მოხოტი, სულ ამას დისკებზე და ხო ხვდები რა, ვიღაცამ შეიძლება აწყოს 800 ლარიან დისკებით, მაგრამ მე იმ დისკებსაც ვანიჭებ უპირატესობას, მინდა რომ ლამაზი იყოს რა და პერფექციონისტი ხარ, ესე იგი მაქსიმალურად. ხო რა, გარეგნულადაც სალონით დაჟე ხა 1500 ცხენიანი მანქანაა, მსოფლიოში პირველ ადგილოსანია და რომ მოხვიდე, აი დაჯდები ჩვეულებრივად და გეუბნები დასავლეთში წახვალ მეგობრებთან ერთად ისე რომ საერთოდ ვერ მიხდები რომ 1500 ცხენი აქვს მანქანას რა. ყველანაირი კომფორტი შენარჩუნებულია მანქანაში, აი არაფერი ზედმეტად მიჭრილ-მოჭრილი არ აქვს. რა მაგარია. კაი, ეხლა რომ გადავიდეთ YouTube-ზე. იმიტომ რომ მე უკვე ჯერ იყავი დრაგში, ავტოსპორტში და შემდგომ უკვე შემოხვედი YouTube-ზე. კი. აი, რამ განაპირობა შენი YouTube-ზე შემოსვლა? ჩემი YouTube-ზე შემოსვლას გეტყვი. მანამდე მინდა რადგან ამ პროექტზე დავასრულეთ საუბარი, ძრავი ვინც აწყო მახო შალვაშვილია, ჩემი ძმა და მეგობარი, ჩვენი გუნდის წევრი, მე ყოველთვის გუნდს რო ვახსენებ მახოთ შინითაც ცალკე მაგით ვარ გამოყოფ არავის. ჩემი გუნდი, ჩემი ბიჭები სერვისში ვინც არიან და ასევე ABB პერფორმანსი ყოველას ძალიან დიდ მადლობა მინდა გადაუხადო. იმდენი ღამე გვაქვს გათენებული და იმდენი ღამე გვაქვს ერთად დაღამებული ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ რავი შედეგი მაქსიმალურად სხვებს არ ვიცნობ, ნამდვილად დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი ადამიანები იქნებიან, მაგრამ ახლოს ვიცნობ ოქრო ადამიანია ნამდვილად მოთხრა. რაც შეეხება YouTube-ს, YouTube-ზე მოვედი და მიზანი იყო ჩემი ამ ყველაფრის ხალხთან გადმოტანა. იმიტომ რომ მე რო პირველი პროექტის არ მეორე პროექტის თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა, მესამე პროექტის მე ძალიან ბევრი პროექტები მაქვს ამ მანქანამდე გაკეთებული და რომ დავიწყე კეთება რაღაცები მეც არ ვიცოდი, ზოგს YouTube-ში ვეძებდი, ზოგს რაღაცა ინტერნეტში ვეძებდი და მსგავსი ვიდეოები საერთოდ არ იყო, იმიტომ რომ ამ ცოდნას არავინ არ გიზიარებს საერთოდ რა. ვაფშე არავინ არ გიზიარებს და ერთ-ერთი ჩემი мотиваცია იყო ეგ, რომ ხვალ და ზეგ ვიღაცამ რომ იგივე მსგავსი პროექტი აწყოს, მინიმუმ ის მაინც იცოდეს საიდან დაიწყოს რა და ამ ყველაფრის გადმოტანა მინდოდა ხალხამდე რა და მოტანა მინდოდა მომდენო წლებში თუ ვინმე ახალი ავტო მოყვარული ან დრაგსტერი გვეყოლება, ზუსტად იცოდეს საიდან რა დაიწყოს რა. ანუ რკინა ყველაში და იგივეა, პრაქტიკას იგივე, ანუ განსაკუთრებული Mercedes, Porsche-ს და BMW-ს არაფერი არ ჭირდება. თუ რაღაცა ერთი იცი, აუცილებლად მეორესაც გააკეთებ რა და ამ ყველაფრის ხალხთან მოტანა მინდოდა და ერთი პირველი მიზეზი ეგ იყო. მე უკვე YouTube-ი რო დავიწყე, აღმოვაჩინე ის ნიჭი, რომ ანუ კამერასთან ლაპარაკი შემიძლია, ისე რომ ერთ დუბში დავიწყებ და დავამთავრებ ყველაფერს. ანუ თავისუფლად ხარ და პირდაპირ გადმოსცემ. მე ისიც აღმოვაჩინე, რომ ჩემი ეს აზრი და ჩემი მანქანის რაღაცა განხილვან რაღაცას რო ვაწვევ, ხალხს მოწონს და მეც უფრო мотиваცია მომეცა ამ ყველაფრის კეთების რა და. რავი, ეგ იყო YouTube-ზე მოსვლის მიზეზი. მე კიდე რაღაცებს უფრო ჩაუღმავდი,
სოციალური ქსელები და ომატით გავხსენით იქაც რაღაცა ჩვენ სიახლეებს ვდებთ, იმიტომ რომ რო ვაკვირდები რომ ხალხი გველოდება და ჩვენზე ფიქრობს ნეტა რას აკეთებენ, როგორ არიან, რა პროცესში არიან, რატომაც არა მოდი ხალხსაც ვანახავთ. თითქოს აი პასუხისმგებლობას იკიდებ რა, როცა უკვე გულშემატკი ვარ სიჩენ, პასუხისმგებლობა გაქვს რა, რომ ხო, მე ის თბილი კომენტარები, ის თუნდაც ლაიქები და ყველაფერი მოქმედებს რა, ანუ უფრო მეტად мотивაციას გაძლევს, რომ ეგ ყველაფერი კიდევ უკეთესად აკეთო რა, მაქსიმალურად. ეგეც ვაფშე მაგარია, როცა ხალხი გულშემატკივრობს, საერთოდ ხო მოხდი და შემართება. ხო, ანუ მე არ უყურებ იმას, რომ ჩემი არხი რაღაცა როდის ავა 5000 და რაღაცა 50000 და რაღაც გამოწერზე. მე ისიც მაყმაყოფილებს, რამდენიც ყავს და რამდენიც მეყოლება რა. ანუ მაგისთვის არ მოსულა, ანუ იუთუბერი მე არ დაუბადებულო რა მის თქმა, მე ვაფშე სხვა საქმეს ვაკეთებ, უბრალოდ ეს დავიმატე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ხალხს ვასწავლო, ვაჩვენო, რა ვშვებით, როგორ ვაკეთებ და რას გავაგზავნებთ სამომავლოდ რა. შვედნიერი, ძალიან კარგი. კარგი, რახან YouTube-ზე გვაქვს საუბარი, აქვე მკითხავ YouTube პროექტზე, შენი ანონსი ვნახეთ. პროექტი X. ხო. და არის კონტეინერები, ასე შემდეგ, აი ესე რაღაც ანონსიდან ამოუკრიფე ინფორმაცია. კი, ჩვენ YouTube-ზეც დავდეთ ანონსი, ერთწუთიანი ანონსია, გადაღების თარიღი ჩანიშნული მაქვს, ამ თვეში აყონთ რიცხვს არ დავასახელებ. ანუ პირველი ის იწერება უკვე პირველი გადაცემა უკვე იწერება, კი, პირველი გადაცემა. სტუმრებს ხარ გაგვიმხელდი ერთი ჯერ ვერ, იმიტომ რომ ბოლომდე არ ვყავს შეკრებილი, იმიტომ რომ პირველ რიგში ვითვალისწინებთ სპონსორების მოთხოვნებს და მე უკვე ჩვენ უნდა დავამატოთ რაც თავისუფალი ადგილი დაგვრჩება. ჯერჯერობით საბოლოო შედეგი არ გვაქვს მიღებული, მაგრამ ამ შოუში საქართველოში ვინც კი იუთუბერი არსებობს და ვინც კი სურვილს გამოთქვამს, ყველა შეიძლება მონაწილეობის მიღება. შოუს დაწყების მიზანი იყო ის, რომ ერთ დღეს ჩემო მეგობარმა მოვიდა რაღაცაები გამაცნო და მოდი საქართველოში იგივე სისტემა ჩვენც გავაკეთოთო. თან საქართველოს YouTube-ში მსგავსი შოუ და მსგავსი პროექტი არ არსებობს და რატომაც არა ფართო აუდიტორიაზე გავშლიდით ჩვენ YouTube არხს და თან ჩვენ საქმიანობასაც ფართო აუდიტორიას გავაცნობდით. ეგ იყო ერთ-ერთი ამ შოუს დაწყების მიზანი და თან ხვალდაზეგ უფრო მეტი გამომწერი გვეყოლება თავისთავად და უფრო მეტი გაიცნობს ჩვენ საქმიანობას და ჩვენს პროექტებს და მიზანი ეგაა რომ ჩვენი პროექტები უფრო მეტ ადამიანს და უფრო მასშტაბურად გავაცნოთ ხალხს ვიდრე რაღაცა პატარა ავტოსპორტში ჩართულ საზოგადოებას. რამდენი სერია იქნება ამ პროექტში, ეს პროექტი X-ი რაც არის? პროექტი X-ში თავიდან ვფიქრობდით რომ თვეში ერთი გაგვეკეთებინა, მერე მივხვდით რომ სპონსორებთან მოლაპარაკებას დრო ჭირდებოდა პასუხის დაბრუნებას ამ ყველაფერს უბრალოდ დრო დაჭირდა, მერე მივხვდით რომ წელიწადში ვერ მოვასწრებდით 12 ვიდეოს, მერე გადმოვედით 8 ვიდეოზე და ეხა ხვდებით იმას, რომ ფიქრობთ და 99% ვიცი, რომ წელიწადის განმავლობაში 6 ვიდეოს დავდეთ, იმიტომ რომ გადაღება სპონსორებთან მოლაპარაკება პლუს მერე 5 კამერით ამ მასალების შეკრება, მონტაჟი დრო ჭირდება, ხო და ანუ თვენახევრიდან ორ თვემდე ვფიქრობთ თითო ხო, ძალიან კარგი ის არის, კი. იმიტომ რომ ხა შენ დრაგის ისინიც რო გექნება მანქანები ასე შემდეგ ძალიან დიდ დროს წაგე. YouTube-ზეც მინდა რომ სისტემატურად 3 ვიდეო თვის განმავლობაში დავდო და პლუს ემატება ეს პროექტი. პროექტს უფრო რთულადაა საქმე, მაგრამ აქ მარტო მე არა ვარ, აქაც ცალკე ჩვენი გუნდია, ჩვენი მეგობრები არიან და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ეგეც უმაღლეს დონე გამოვიდეს, როგორც დანარჩენი ჩვენი პროექტებია, YouTube არხია, გადაღება და ყველაფერია რა. ძალიან მაინტერესებს მართლა ვინ იქნება სტუმრები, რა იქნება, როგორ იქნება, იმიტომ რომ ხო ისეთი მე ნანახი მაქვს ეგ რა, რაც არის და ძალიან საინტერესო და მართლა ის არის. ერთადერთი შემიძლია გითხრათ რომ თუ დღეს მაგალითად შოუში იუთუბერებია, ხოლმე შეიძლება მომღერალი იყოს, შეიძლება მსახიობი იყოს, შეიძლება ფეხბურთელი იყოს, ხო, ანუ შეიძლება გამომწერიც მოიწვიო ერთი. კი, გამომწერების გვეყოლება უკვე მომდევნო შოუდან და მაგას დავაანონსებთ პირველ შოუს დასასრულში, გამომწერება როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ხო, ძალიან მაგარი იქნება. ძალიან მაგარი პროექტია, მოკლედ და წარმატებებს გისურვებ. მადლობა. მეც ვიქნები, არ არის პრობლემა. კი, აუცილებლად, როგორც აღნიშნე თავიდანვე, ყველა იუთუბერი იქნება, ვინც კი სურვილს გამოთქვამს. ჩვენ ყველას აუცილებლად შევთავაზებთ. ეს შოუ არის სხვადასხვა ქვეყნებში გაკეთებული, ამერიკაშიც არის მსგავსი ოღონდ ცოტა სხვანაირი, რუსეთშიც არის ოღონდ იქაც ცოტა სხვანაირი, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი ერთად გავაერთიანე, მე პლუს ჩვენი რაღაც შიგნით კიდე თამაშები დავუმატეთ და შევქმნით ერთი საინტერესო, ძალიან მაგარი გადაცემა და შოუ, რომელიც YouTube არხზე იქნება საქართველოში პირველი და ერთადერთი ვფიქრობ, იმიტომ რომ მსგავსი ჯერ არავის არ გაუკეთებია.
ძალიან საინტერესოა და მალე ვიხილოთ ესე იგი, რა უკვე ვიდეოს იღებ, ესე იგი მალე ვიხილოთ. უკვე ჩანიშნული თარიღი გვაქვს. ძალიან კაი. ეხლა მე გამახსენდა ამომიტივტივ და ერთი რაღაცა შენ ახსენე ერთ ვიდეოში ნურბურგრინგი. ხო, მაგ მინდოდა წასვლა, მაშინ მყავდა M3 F80, ანუ მე F80 M3 გარკვეული მიზეზების გამო გავყიდეთ, იმიტომ რომ უკანა წამყვანი იყო და საქართველოს საერთოდ აღარ ეჭიდებოდა იმდენი ცენტრის ცხენი ზალა მოვიღეთ და ფიზიკურად ვეღარ ვიყენებდით მაგ მანქანას. ეგ იდეა და პირობა ისედაც რჩება, ანუ არ დაგვიწყებია, ჩვენ მყავს სამაგისტრო სხვა მანქანები სუპრა ჩამოვიყვანეთ ახლა უკანა წამყვანი. იდეალურია. 80000 გამომწერზე დავაანონსე, 80000 გამომწერზე ჩვენ ჩავალთ ნურბურგრინგზე და საქართველოსთან მინსკი ყოფილა იმის რეკორდს ჩვენ მოხსნით ქართლის რეკორდს. რაც იქნება იმ მომენტში 80000 მანქანით ვინც იყო წასული, მაგას გულისხმობ თუ ვინც გაიარა საუკეთესო დრო ხო ქართული. ეხლა საუკეთესო დრო ნოდას აქვს. ხო, ჩვენ ვაპირებთ რომ ჩვენი მანქანა წავიყვანოთ და დათახაჯაია დავსვათ ჩვენი ძმა. დათაზე, ანუ დათამ რომ მოხსნა, დათას მოხსნილი აქვს უკვე. ხო, ნუ მე ვამბობ ჩვენი მანქანა. კი, გასაგებია. ოკეი, ისა რინგზე არ გაქვს ის სურვილი უბრალოდ ჩასვლის, ნახვის? კი, როგორ არა, ეგრე ძალიან ბევრი სურვილი გვაქვს, მაგრამ ფიზიკურად ჩვენი პროექტებიდან გამომდინარე დროც არ აგვაქვს და სამომავლოდ ძალიან ბევრი სიახლე ელოდება ჩვენს მაყურებელს და ზოგადად ქართულ საზოგადოებას, მაგრამ ჯერჯერობით ესე წინასწარ არაფერს არ ვამბობთ. ოკეი, ძალიან ბევრი რაღაცა დაგეგმილი ევროტური გვაქვს. გასაგებია. ძალიან კაი, წარმატებები ყველაფერში. ძალიან დიდი მადლობა. და მაშინ ახლა მე შენ კითხა, უფრო ცოტა ისეთი მეტი რო გავიგოთ შენ შესახებ, იმიტომ რომ ნუ პროექტების ყველაფერი ვიცით, მაგრამ აი მე მაინტერესებს მაგალითად შენი ხუთი ასე საოცნებო არ მინდა ვთქვა გამორჩეული მანქანა. აი მაგალითად რო გითხრა რომ აი გარაჟი გაქვს, აირჩია ხუთი მანქანა რაც დააყენა. მე რაც მომწონს ხუთივე უკვე მყავს. აჰა. რამე არ არის ისეთი კაცო სუპერკარი მაგალითად? ანუ ერთადერთი რაც არ მყავს და რაც მიყვარს Porsche-ია რა, ანუ მაგასაც იყიდე რა, ხო, რა, ეხლა თუ რაღაც 100k პროექტი ავაწყოთ, Porsche-საც ვიყიდით, მაგრამ იმ 100k პროექტში უფრო ვხედავთ სიამოვნებას ჯერჯერობით, ვიდრე რაღაცა Porsche დავითრიოთ და იმით ვიაროთ, რომ ხო ხტები და საოცნებო მანქანა ერთადერთი, მაგრამ მარტო ჩემი დარწმუნება რომ ყველა ავტომოყვარულის არის E46 და მყავს ეგეც. მე უფრო ძველი მოდელები მიყვარს რა. G-სერია საერთოდ არ მიყვარს. G-სერიის M-ები, აი საერთოდ არ მიყვარს. ჩემთვის F-სერიაში ხაზი M-ის დამთავრდა რა. F80 ხო ერთ-ერთი საუკეთესო. მე ეს რო ვთქვი, ხალხმა რაღაცა ის ყველამ დაწერა რომ აი E46-ის M3 არის, იცი შენ და 80 ვიცით, ანუ ძალიან მაგარია E46-ის M3 და 90 F80 ვაფშე არც უნდა შეატარო. არც უნდა შეატარო, ხო, საერთოდ სხვადასხვა არის. ხო და ტურბინიანებს თუ ავიღებთ, ერთ-ერთი პირველი. კი, აი მე ისე ვიზუალურადაც ძალიან მომწონს F80, ჩემთვის. ყველაფერს ღებულობ რა, აგრესიაც აქვს. რავი, ხმებიც გაქვს, ყველაფერი გაქვს. კოლოფი, რავი, ყველაფერი რაც ძველ მოდელიდან მოაქვს BMW-ს ხაზს, F-ში ყველაფერი დატოვა ის და F-ის მერე დამთავრდა ყველაფერი. კი, მესვი შეიძლება რაღაცა ლამაზია ის G, მაგრამ ანუ მარტო სილამაზე არა, იქ ანუ M-ში რო ავტომატიკის კოლოფი გექნება, იქ უკვე მთავრდება ყველაფერი რა. არა, სხვათა შორის ნოდოს ყავს G-სერიის მეორე სერია მის M-ი. G87. ხო, და თქვა რომ ძალიან დიდი პრობლემა არის მასთან საჭის მექანიზმთან, საერთოდ არ იგრძნობა, ანუ კარგ სიმულატორზე უფრო გრძნობ ფიდბექ საჭეზეო, ვიდრე მაგასთანო. ხო, მაქსიმალურად კომფორტისკენ აქვს წაყვანილი რა, ანუ აღარ ებძვი აღარაფერს რა, ანუ არ ნაკლებად ყველაფერს მანქანა თავისით შენი ჩვება. კი, ანუ დაჟე ნათქვამია, რომ აი, რავი, მაგაზე როგორ უნდა დაიმტვრე, არ ვიცი. G-სერიაზე. აი, ვაფშე როგორ იმტვრებიან ვიდეოებს რო ვნახულობ, აი, როგორ ახერხებენ ვერ ხვდები რა, იმიტომ რომ უმარტივესია მანქანა რა და ელექტრულად აკეთებს ყველაფერს აბსოლუტურად. კი და ანუ ანუ ჩემთვის F-სერია, F-სერიის იქეთ უკვე всё რა. ანუ შეიძლება ვიყიდო G-სერია, იმას არ ვამბობ, არ ვიყიდო, მაგრამ M-ი ყოველთვის ჩემი F-სერიაში დამთავრდა რა. მაგრამ სხვათა შორის ხო, M-ი აი გეთანხმები ზუსტად F-სერიაში ჩვეულებრივი მოდელები არ მომწონს. ჩვეულებრივი მოდელები რატო არ მოგწონს გეტყვი? ანუ F-ში M-ით ხო ნასიარულები იქნება თავისთავად რა. M-ის ხაზი და M-ის დგომა, პერედოკი, აი ყველაფერი ვაფშე განსხვავებულია და იმ სიამოვნებას რო იღებ იმ M-დან უკვე ჩვეულებრივი F-ი უკვე აღარ მომწონს. რა, იცი, აი ხა მაგალითად ვიზუალური? არა, 90-ებში, 92-ებში მაგალითად, გინდათ 46-ებში, 36-ებში M-ი რომ არ გეყიდა და გეყიდა ჩვეულებრივი, მაინც
მაგრად იდგა მანქანა გზაზე. აი, მაშინ მაგარი ის გეტყვი ქონდა. 36 რადგან შევეხეთ რა. 36, 316 ყავს თუ M3 ყავს ერთ იგივე ვიზუალურად. გარედან აი არა, ვიზუალურად ხო, მე ვიზუალურს არ ვამბობ, თავიდან ბოლომდე იმიტომ არ მოგწონს F-სერიაში პერფორმანსს ვამბობ. პერფორმანს? ხო, თავიდან ბოლომდე ვიზუალური, ვიზუალურად ჩემთვის ყოველთვის არის სუბიექტური. შეიძლება რაღაცა მოგწონს, მე შეიძლება ის არ მომწონს, ამაში ახლა ვერავინ ვერ გვამტყუნებს რა. ეს გემოვნების მაგრამ F-სერიაში სადაც ორი ერთი იგივე მოდელი დგას და არის ჩვეულებრივი პაკეტი, არის M, ანუ თავისთავად M-ისკენ წახვალ, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ვეღარც მოგეწონება, ანუ მაგისთვის შექმნეს ის M სერია, რომ ჩვეულებრივ არ მოგეწონს. ჩვეულებრივი, ანუ არცა სპორტული მანქანა ჩემი აზრით იქიდან გამომდინარე. არა, მე ჩვეულებრივი 90-ები, ახლა 92 მყავს 325. F სერიის მეოთხე სერია მყავდა. და ის გავყიდე და ეს ვიყიდე, იმიტომ რომ იმან ცუდად გავხდი რა დავდივარ. საჭესთანაც ცუდად ხდებოდი, განაგვერდე რომ მე ზოგადად მანქანას რო ვყიდულობ არა M-ს რა, ეგრევე გადავდივარ მანქანის ტუნინგზე, ანუ მოლამაზებაზე, პადვესკაზე, რაღაცა სიუხეშეზე, რომ უფრო მეტი სპორტულობა შევძინო. ჩვეულებრივი მანქანით მე დღეს რო მამოძრავო, მეც დავიღლები, ანუ ჩემთვის აი, ახლა მაგალითად ქარხნულებს ქონდათ კიდევ სპორტული ხასიათი რა, ახლა გჭირდება შეცვალო და აყენო ეს კი, ეგრეა ზუსტად. ძველში ეგ არის დატოვებული რა, ის სიუხეში ზუსტად რაც ავტომოყვარს, მაგას ვამბოდი წეღა რა. ავტომოყვარს რაც უყვარს, ძველში არის ყველაფერი და ალბათ მაგიტოა რომ F სერიის ჩვეულებრივი მოდელი არ მოგწონს, იმიტომ რომ იქაც უკვე კომფორტში ხარ წასული და M-ში ეგ არა გაქვს, F80-ში, F80-ზე, იმიტომ რომ სპორტში გადადიხარ თუ არა, ყველაფერი გრუბდება და მაინც სპორტულ ხასიათს უკვე მიყვები და ჩვეულებრივ სერიაში არ გაქვს ეგ რა, უფრო მეტად პერფორმანსებში ცოტა რაღაცა ჩააქსოვეს სპორტ, რაღაცა დაკიდების სისტემები და ისინი და ჩვეულებრივი მეც არ მომწონს რა. მაგიტო ალბათ ჩემი 340 უკანაკრილოების გარდა რომ თავიდან ბოლომდე M-ზე ავაწყო, იმიტომ რომ ის სპორტულობა მაინც რო გქონდეს მანქანას რა. კაი, ყოველდღიურობაში რა მანქანით გადაადგილდები? რავი, საშინელება რა, Ford-ით. და შორს ეგრეა, ვინც ავტო თემაშია და სპორტშია და ავტომობილებშია, ყოველდღიურად საერთოდ ისეთი მანქანით გადაადგილდება. ხო, რატო გეტყვი რა, ანუ როგორც აღვნიშნე, იმ დონეზე ვუვლდი მანქანას და იმ დონეზე კარგად ვაკეთებ ყველაფერს, რომ ქუჩაში მანქანის დატოვებაც არ მინდა ხოლმე, იმიტომ რომ ვიცი რომ შეიძლება ვიღაცამ რაღაცა დააზიანოს და რაღაცა გააფუჭო, ძალიან მეწყინება რა და მაქედან გამოდე მირჩევი ესეთი მანქანით ვიმოძრავო, სადაც ბორდიულზეც ავალ. ზუსტად. სადმე მივაყენებ, დავტოვებ და იმის არ შემეშინება რომ ვიღაცამ გაუსვა და ჩემთვის უფრო კომფორტულია და თავისუფლად დავდივარ და თან იამებიც ოხრად გვაქვს. ხო, ეხლა სოროქშეს M-ით, E50-ით რო გამოხვიდე, აი ჯერ იმის ფიქში ხარ რომ ვიღაცამ უკნიდან არ დაგარტყას, იმიტომ სადღაც რო პადვესკად გადადიხარ ის უკან აი 90% ვერ ხვდება რომ შენ პადვესკაზე ხარ და იამებს რაღაცა ერობდები და უკნიდან გიჟივით მოდის სიგნალს ხო ხვდები რა ეხლა აქ ყველაფრიდან გამომდინარე მირჩევნია თავისუფლად ვიმოძრავ და რაღაცა Ford-ით ან რაღაცა მარშრუტკით ვიმოძრავ და ვიყო თავისუფლად რა. კი, მაგაში გეთახვები. ხო, ანუ ეგეთი მანქანით მოძრავ რა. დიზელებთან როგორ ხარ? დიზელები არ მიყვარს საერთოდ. აი, როგორც შეგატყვა ხო, ბენზინის მოყვარული ადამიანი. ხო, არც მყოლი არასდროს. და არც ვიყოლებ იქიდან გამომდინარე რომ სუნი აქვს, რაც არ უნდა მაგარი დიზელი იყოს, რაც არ უნდა ახალი მოდელი იყოს, იმენა სუნი აქვს. და შუშის ჩამოწევა ზაფხულში შუშად რო გაჩერდები მოყვება. არც საპროექტოდ არ გინდა ესე იგი დიზელი. არა. არა, ვითარში. მაგის შავი კვამლის ვაფშე არაფერი. აი, მაშინ ეხა ერთ კიდე ისეთი ელექტრომობილებთან როგორ ხარ? ელექტრომობილებთან როგორ ვარ და როგორც დიზელებთან ვერა, დიზელი ხმას მაინც იღებს, ის ხმასაც არ იღებს. ანუ იმასთან უფრო ცუდად. ხო, ანუ სპორტის მხრივ თუ მიუდგებით, ჩემთვის დიზელის კონკურენტია და ელექტრომანქანას კონკურენტია. მე თუ რაღაცაზე პრეტენზია მაქვს, ან მაგალითად საქართველოში ყველაზე ჩქარობაზე, ელექტროსთანაც მექნება, დიზელთანაც მექნება და რავი, ყველაფერთან მექნება, რასაც კი ბორბალი უკეთია და დადის, მაგრამ საპროექტოდ, საყოლიებლად არც ელექტრო მინდა და არც დიზელი მინდა. და დაჟე არც ყოველდღიურობისთვის მინდა რა, მირჩევნია რაღაცა ძრავის ხმა მესმოდეს და ყოველ 1 საათში იმას ვამოწმებ რომ კლადი ხვარ და ის თუ კან რაღაცა ზეთი როდისა შესაძლოებს გავს რაღაცები, ვიდრე რაღაცა ანუ ეგ როგორი თემა იცი, აი რო არაფერი არ გადარდებს და არც აწვავი გადარდებს, არაფერი არ გადარდებს და მარტო სახში რო ზიხარ და არაფერს კეთება რო არ გიან, უსაქმური ადამიანის. ხო, ავტომოყარულისთვის ელექტრომანქანა ნაკლებად რა. ხო, უსაქმური ადამიანის მანქანა, ეგ რო არაფერს ვაფშე არაფერს არ წარმოადგენს ჩემთვის ეგ მანქანა. კი ბატონო. ერთი ტრადიციული კითხვა გვაქვს, ბოლოს ვსვამ ხოლმე ამ კითხვას რა. კი, თქვი შენ რომ ესე კონკრეტულად ვარც ერთი იმის მიმართ არ ამაქვს, მაგრამ მაინც უნდა გკითხო. BMW თუ Mercedes?
რადგან ჩემი თავიდან ბავშვობიდან მოყოლებული პირველი მანქანა BMW იყო და BMW-ს ხაზში დავრჩი, თავისთავად BMW-თან სატუნინგოთ, როგორც თქვი, BMW უფრო მარტივი და მაგარია. Mercedes-ის 1000 ცხენს, BMW-ს 750 ცხენი. თუნდაც 100-200 საჩქარებაში ჯობნის, მაგ თავდება ჩემთვის ეგ კითხვა, იმიტომ რომ ჩემთვის მანქანა ყოველთვის წარმოადგენს პრივილეგიას. იქიდან გამომდინარე, თუ მე პრივილეგია არ მაქვს რაღაცა მოდელში და სხვას კონკურენცია უნდა გაუწიო, რატო უნდა ვეჩალიჩო მანქანას, რომელსაც ჭირდება 1500 ცხენი, რომ 1000 ცხენიანს გავასწრო. მირჩევნია 1000 ცხენიან მოდელში დავრჩი და ის უფრო მაგრა გავაძლიერო და 2000 ცხენიან მანქანას გავასწრო რა. სახელად 2000 ცხენიანს ხო ხდები, თორე Mercedes-საც ძალიან ბევრი მოდელი ყავს, რომელიც დღესაც მომწონს და მევასება, მაგრამ არჩევანი BMW-ზე მაქვს გაკეთებული, მეტყობა კიდევაც, იმიტომ რომ სულ BMW-ით. მეც ეგრე ვარ, გეთახმები, Mercedes-ის რაღაც მოდელები მომწონს, მაგრამ ძირითადად უფრო მეტი BMW-ს მომწონს. ხასიათიც BMW-ს უფრო მომწონს. კი, ანუ BMW ყოველთვის ინარჩუნებდა სპორტულ ხასიათს და დღესაც ინარჩუნებს F სერიაში და G სერიაში ინარჩუნებს სპორტულ ხასიათს, მაგრამ იმდენს ვეღარ. იქ ეხა კოლოფი რაღაცები როგორც აღვნიშნე და რავი, მაინც BMW რა. კი ბატონო. ყველა სპორტში BMW-ია მაინც აღიარებული. კი, გეთახმები. კარგი, ძალიან დიდი მადლობა დრო რომ დაგვითმო პირველ რიგში. გისურვებ ძალიან ბევრ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა თქვენს. გისურვებ უსაფრთხოებას, რაც თავი იმ დროს ჭირდება მაგ ხალხსიჩქარეზე. და მოკლედ ველოდებით შენგან კარგ პროექტებს. პირველ რიგში ამ პროექტს ველოდებით ეხლა რომ მოხდება. ეს პროექტი დასრულებული არ არის, ამ პროექტის მაქსიმალური ჯერ არც ჩვენ გვინახია, არც არავის არ უნახია. საქართველოში კიდე შევესწრებთ რომ რაღაცები გავაუჯობესოთ, იმიტომ რომ გეგმაში გვაქვს რომ არაწებო საფარზე, ანუ ჩაოლების საფარზე რაც რეკორდი მოგხსენით, ჩვენივე რეკორდი გამომიჯობესოთ, იმიტომ რომ 8 დაბალი გვინდა გავიაროთ 402 და 100-200 გვინდა 2-5-2-4 რომ გავიაროთ. ნუ დანარჩენი ნუ ეხა 250 რომ წინ ერთიანი გვინდა გამოვაჩინოთ. წინ კიდე ძალიან ბევრი გეგმა და საფიქრალი გვაქვს ამ პროექტზე და ამ პროექტს რომ მოვჩებით თან უკვე დაწყებული ყავს მეორე ახალი პროექტი, მაგას ცალკე გავაცნობთ მე უკვე ჩვენს მაყურებელს და ზოგადად საზოგადოებას და ნუ მოკლედ სანამ ვიქნებით და ვიარსებებთ პროექტებში ვიქნებით და არ ვჩერდებით რაღაცა ერთი გავლილ დროით რა, შევესწრებით რომ ჩვენივე დრო მაინც გამომჯობესოთ. ძალიან მაგარია. წარმატებები მეგობრებო, გამოიწერეთ არხი რომ ნახოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საქართველოში აი აქ ჩვენ გვერდზე ხდება ეს ყველაფერი და არ გჭირდებათ YouTube-ზე უცხოური კონტენტის ყურება მაგისთვის, იმიტომ რომ ქართულად შეგიძლიათ ნახოთ ერთ-ერთი ყველაზე ჩქარი მსოფლიოში მანქანა საქართველოშია. რავი, მეტი რაღა უნდა. მეტი ხო, რაღა უნდა იყოს მართლა. თან BMW რა. არა რაღაც ერთი მოდელი რა. ძალიან კაი. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ რომ გვიყურებდით, გამოიწერეთ ჩვენი არხით, ბუბუს არხით, დაგვიკომენტარეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად.